ხება კონკრეტულ ფაქტს, ანუ ეს არის ფრაგმენტი ციხის თანამშრომლის ჩვენებიდან. ეგრეთ წოდებულ კარანტინში მე დავინახე ლადო ბედუკაძე, რომელიც მე-6 დაწესებულებაში მუშაობდა ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანამდებობაზე და ბორის ფარულავა, რეჟიმის კონტროლიორი. ლადო ბედუკაძეს ერთ ხელში ეჭირა 2 ცალი ეგრეთ წოდებული დუბინკა და მეორე ხელში ვიდეო გადამღები. ბორის ფარულავას პირით კედლისკენ მიყუდებული ყავდა პატიმარი, რომელსაც თავზე პლასმასის ქუდი ეხურა. ლადო ბედუკაძემ დამიძახა და მითხრა ხალხში დამეჭირა ეგრეთ წოდებული დუბინკა. ბორის ფარულავა პატიმარს აკავებდა, ხოლო ლადო ბედუკაძემ მეორე ეგრეთ წოდებული დუბინკა პატიმარს გაუკეთა სწორ ნაწლავში. დაახლოებით 2 წუთის შემდეგ ეს დუბინკა დაუბრუნა ბედუკაძეს და წამოვედი იქედან. ვიდეო ჩანაწერში ასახული მასალა რეალურია. მე მართლაც დავესწარი კადრში ასახულ ფაქტს, ანუ ერთ-ერთი მონაწილე პირის ჩვენებაა ეს. ჩემს გარდა პატიმრის არაადამიანური მოპყრობის შემთხვევას ესწრებოდნენ ლადო ბედუკაძე, ბორის ფარულავა და თვით პატიმარი. სხვა პირი იქ არ ყოფილა. ეს არის ციხის თანამშრომლის ჩვენება, რომელიც კადრში ჩანს და რომელიც დაკითხულია გამოძიების მიერ. შემდეგი ჩვენება, რომელიც მე-6 და 2 პატიმრის ჩვენება წამოვიღე შედარებით, ასე ვთქვათ, მსუბუქი, თუ შეიძლება საერთოდ ამ ფაქტებს მსუბუქი დაერქვას. აქაც კონკრეტული პირია, კონკრეტული სახელი და გვარი აქვს, ჩვენებაც დეტალურად არის. მაგალითად, ესეთი ფრაგმენტი. ვლადიმერ ამუკანასკნელმა, ანუ ვლადიმერ ბედუკაძემ ამიყვანა მეორე სართულზე, შემიყვანეს ერთ-ერთ გისოსის კამერებიან საკანში, სადაც ვლადიმერ ბედუკაძემ ხელბოუკილებით მიმაბა კარებზე. აქ იყო კიდე ციხის 2 თანამშრომელი, საერთო ჯამში ისინი იყვნენ 4. ამის შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძის მითითებით ბასტიმან ბუბუმ გამხადა შარვალი და ხელკეტი თუკანა ტანში სწორ ნაწლავში ახდენდა ჩემზე ზეწოლას. ამას რძენია აქვს დეტალურად არის აღწერილი შემდგომი პროცესი. კიდევ ერთი პატიმრის ჩვენება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა მე სადავარ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ჩვენებები გავოცნო და ვანახო. ვლადიმერ ბედუკაძემ მოიმარჯვა პატარა ზომის ვიდეო კამერა და დაიწყო გადაღება, რის შემდეგაც მომთხოვა გამეხადა ტანზე, რის გამოც მე დავემორჩილე და მთლიანად გავიხადე ტანსაცმელი მათ შორის ტრუსების და დავრჩი დედაშობილა. ამის შემდეგ ლადო ბედუკაძემ მომთხოვა იატაკზე დამდგარიყავი 4 და ასეთ მდგომარეობაში მევლო ოთახში, რაც მე მართლა შევასრულე. ამგვარად დავდიოდი დაახლოებით 5-10 წუთი, ბედუკაძე კი ჩემს სიარულს, ანუ ხოხვას დედაშობილე მდგომარეობაში იღებდა ვიდეო კამერით. ამის შემდეგ მან მოიტანა ხელთათმალ წამოსული ხელკეტი, სწორ ნაწლავში არ მოუთავსებია, მაგრამ შემდეგ იმიტაცია გააკეთა მოკლედ და ამის შემდეგ მან თხოვა პატიმარს, რომ უკვე შემოbrunებულიყო და იგივე ხელკეტით მოთხოვა პირის გაღება და რომ პირში ჩაეტენა მისთვის ეს ხელკეტი. აქვე არის აღწერილი დეტალურად ეგრე სიგარეტის სცენები, როგორ აწევინებენ ადამიანებს, არ ვიცი. მართლა ძალიან მძიმეა ყველა დეტალებზე რასაკვირველია მე ამ თემას აქ ვერ წავიკითხავ ამ ჩვენებებს იმიტომ რომ თქვენ ეს შედარებით მსუბუქი ნაწილი შეარჩიეთ თქვენ და წარმოსადგენია ესეთი რა იქნებოდა უფრო მძიმე რა თქვენ არ მოიტანეთ ხო ეკრანზე რისი და ალბათ ამის წაკითხვაც არ შეიძლება ყველა მათგანმა და ქართულიოდ ზაქარია ქუცნაშვილია სტუდიაში მას ესმის ჩემი ხმა და მინდა განსაკუთრებით ბატონ არჩილ კბილაშვილს მიმართო მას ხომ ყველა ეს ჩვენება წაკითხული აქვს მან ხომ დეტალურად იცის სისხლის სამართლის საქმე რა განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე საპროცესო გარიგებაზე ვსაუბრობთ როცა ლაპარაკია ჩვეულებრივ მწამებელზე ადამიანზე რომელიც პირადად მონაწილეობდა პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში რას ნიშნავდა ის გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც ქართულმა ოცნება მიიღო და ვლადიმერ ბედუკაძე კიდე ერთხელ ვამბობ არის თავისუფალი და თავისუფალია არა გადაადგილდება სახელმწიფო დაცვით და გარკვეულ პროექტებში იღებს მონაწილეობას სხვათა შორის ის რუსული ტელეარხის ფილმი ერთადერთი რუსული პროექტი არ ყოფილა რომელშიც ბედუკაძემ მიიღო მონაწილეობა ქრონიკა პლუსმა ასევე გაავრცელა თუ გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ვლადიმერ ხომერიკის და ზაზა გაბედავა საუბრის ჩანაწერი სადაც საუბარია ვლადიმერ ბედუკაძისათვის გადახდილ $40,000-ზე და ასევე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ ის წაიყვანეს რუსეთის დედაქალაქში და მედიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კრემლში საპატიო ჯილდოც კი გადასცეს რას ნიშნავს ეს და ასეთი პირი რომელიც ასეთი მისაღებია რუსული სპეცსამსახურებისათვის დღევანდელ სახელმწიფოში თავისუფლად არა მარტო გადაადგილდება არამედ არაჩევს საზოგადოებას მორალსაც კი უკითხავს ზოგჯერ როცა მას ამის სურვილი